ბავშვთა დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები ვინ იქნებიან თუ არა ბავშვები. მაშასე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ფოლკლორის ცენტრთან არსებული ბენდი გრიფი მეგობრებო შევეგებოთ აპლოდისმენტები. მოგესალმებით. გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს და გისურვებთ რომ ძალიან წარმატებულები, გახარებულები, ბედნიერები ყოფილიყავით მთელი ცხოვრება თქვენს და ყველა ბავშვი არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში ზოგადად. აბა როგორ ახართ ახლა მომიყევით რა შვებით? კარგად გვალობთ. როგორი კარგები, ლამაზები, დახატულები, ნიჭიერები ხართ? ესე იგი ნახევარი ფოთი აქ ხართ, ხო? კი ბატონო. ძალიან კარგი. როგორ ახართ? როგორ მიდის ფოთში საქმეები, რა ხდება გითხარით? ჩვენივრად სიმღერი. სიმღერი. მოკლედ სულ მუსიკოსები და სულ ნიჭიერი ახალგაზრდები ყავს დღეს სტუმრად. ეხლა მითხარით. ესე იგი გრიფი რატომ დაარქვით ანსამბლს ესეთი სახელი? ან ვინ დაარქვა? ერთად ვიფიქრეთ. შეთანხმებული. დაგიგვირდებათ და ხო. ერთად იფიქრეთ და შეთანხმდით გრიფზე. რამოდენიმე რამეს შეუსავამეთ, მაგალითად გიტარის გრიფი, ვიცით რომ გიტარის ნაწილია ერთ-ერთი. კიდევ რისი გრიფი? ჩვენს ლოგოზე არის გამოსახული გრიფი არწივია კიდე. კი ბატონო. ერთ-ერთი სახეობა. ნუ მოკლედ აქედან გამომდინარე, ესე იგი გრიფი. გრიფით საიდუმლო. ეგ რა გაქვს ხელში? ეს არის დაგავიწყდა შენ. რაღაცა გაქვს ფოტანი და ფოთის სავიზიტო ბარათი. შუქურა. მადლობა. დიდი მადლობა ფოთის ცნობილი შუქურა, ხო? ულამაზესი. აი აგენ, მადლობა საჩუქრისთვის, ბავშვებო, გაიხარეთ და ეს ღამის შოუს მუზეუმში დაიმკვიდრებთ თავის კუთვნილ ადგილს. ღამის შოუს მუზეუმი გვაქვს ჩვენ. შენ გაქვს ხო გასაღები? კი ბატონო. გადაყლაპული გაქვს? კაი ბატონო. მაშინ მშვიდად ვარ. ესე იგი, ჯიმი რო ყავს ჩვენ იცით ხო? ჯაბოვიჩი, ჩვენი გუნდის წევრი, შემოსვლებზე რომ ახალგაზრდა ნიჭიერი ბიჭი შემოდის. ასე თვითონ თხოვ ასე აცხადე ხოლმე ჩემზეო. ჯიმისაც ყავდა ჯგუფი. ოღონდ იმის ჯგუფს გრიფი კი არა, გრაფინი ერქვა. საკმაოდ წარმატებული ჯგუფი ხართ, არაერთი კონკურსის მონაწილე და გამარჯვებული, ხო? მაინტერესებს რა არის ჯგუფ გრიფის წარმატების გრიფით საიდუმლო? აბა, ვინ მიპასუხებს? რა თქმა უნდა, შრომა. კარგია, სწორია კი ბატონო. ნიჭიერება. რა თქმა უნდა. ნიჭიერება და ასევე არაჩვეულებრივი ხელმძღვანელები, რომლებსაც სხვათა შორის მე არ დავრჩი უყურადღებოთ და არ დავტოვებ და მინდა მათაც აუცილებლად მოვიკითხო და მადლობა უთხრა იმისთვის, რომ ესეთი არაჩვეულებრივი ჯგუფი არსებობს ქალაქ ფოთში. ხელმძღვანელი ბატონი ვალერი ნიკოლაიშვილი, მუსიკალური ჟანრის სპეციალისტი ქალბატონი ლამზირა კუპრეიშვილი და ფოლკლორის ცენტრის დირექტორი ბატონი ზაზა ღადუა. მადლობა რომ ახალგაზრდებს ესე უწყობთ ხელს, რომ იყვნენ წარმატებულები და ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდიან. როგორც ვიცით, თქვენი სიმღერის დროს კოღუებიც კი ჩუნდებიან, ხო? და გისმენთ. ესეა? კი ბატონო. ანუ ბევრი კოღო ყავთ, ხო ისე ფოთში მართლა? თუ ეს მითი არის უბრალოდ? მითი არა, საკმაოდ ბევრი არიან, მაგრამ საკმაოდ ბევრი არის. ბავშვებო, თქვენც რაღაცა ეს ფოთელებს არ გქფენს. ფოთელებს არ გქფენთ? ანუ მხოლოდ ჩამოსულ სტუმრებს გქფენს, ესე იგი, ასაგებია. ანუ მოშინაურებული ყავთ კოღუები, ხო? ძალიან კარგი. სხვათა შორის კიდევ ერთ საინტერესო დეტალზე მინდა ახლა გკითხოთ, რომელიც თქვენს ნიჭიერებას კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს. როგორც ვიცი, ყველას შეგიძლიათ ერთმანეთის ინსტრუმენტზე დაკვრა. და ერთმანეთის ჩანაცვლება. მართალია? ანუ შენ შეგიძლია მიულერი ჩაანაცვლო, მიულერმა ჩაანაცვლოს შემდგომი, ასე ყველა. სხვათა შორის, აი ძალიან კარგი არის ნიჭიერებას კი უსვამს ხაზს, მაგრამ ეს არის მეგობრობა, რომ მაინც ყველა თქვენს ინსტრუმენტზე უკრავთ, რომ უმუშევარი არ დატოვოთ თქვენი მეგობარი, ძალიან კარგია. სხვათა შორის, ახლა მეგობრებო, ალბათ გაგიკვირდებათ, რომ ყველა სახელი ვკითხე, იმიტომ რომ არ ვიცნობდი ერთი ახალგაზრდის გარდა მიულერს და თან ესე იგი საიდან ვიცნობთ მე და მიულერი ერთმანეთს. კლასელები არ ვართ. ესე იგი ჩვენ სხვა პროექტიდან ვიცნობთ ერთმანეთს, სახელწოდებით ქართული ლიგა. სადაც მიულერი ასევე ქართულ ლიგაზე იღებს მონაწილეობას, იქაც არაჩვეულებრივ ნიჭიერ ახალგაზრდებთან ერთ. ფოთელი დიმიტრია გელოვანი, მოკლედ მიულერი რა. ყველგანა. ხო და რა მინდა გკითხო მიულერ. მე გიორგი მქვია, ხო იცი? ხო და ეხა ფოთში მიულერი უფრო უცნაური სახელია თუ გიორგი? ფოთში ალბათ უფრო გიორგი, სამეგრელოს ჩვენსკენ. გიორგია უფრო უცნაური, ხო? ეგეთი სახელები გიორგი, ილია.
როგორი გიორგი კიდეო? ილია. აკაკი რა ვიცი. მაშინ ესე ეხა ეს მითხარით. ამდენ ინსტრუმენტზე რო უკრავთ. კოღოს ხმას ყველაზე უკეთ რომელი ინსტრუმენტი აკეთებს? წუილის ხმას აკეთებს გიტარა მაგრამ. წუილის ხმას აკეთებს გიტარა მაგრამ. და მოკლის ხმას აკეთებს დრამი. წუილის ხმას აკეთებს გიტარა და დრამი. კი ბატონო. მოკლედ კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებთ. ძალიან გაგვიხარდა რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები იყავით, ესეთი კარგები, ნიჭიერები და დარწმუნებული ვარ რომ კიდევ არაერთხელ გვასახელებთ, ბევრ წარმატებას მიაღწევთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. და კი მართალია, ეხა ყველას რაღაც ინსტრუმენტი გიჭირავთ, ხელში დაცვა არავის არ გჭირდებათ, მაგრამ მაინც გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და დარწმუნებული ვარ, გრიფი კიდევ არაერთხელ გააჟღერებს თავის სახელს, აი ესე უფრო ფართო მასშტაბზე, მანამდე ისე ვერ გაგიშვებთ ჩვენთან გადაცემაში, რომ არ მოვისმინოთ გრიფის შესრულებული კომპოზიცია. ხო